14 ივნისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. თარიღთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს და ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენლები პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდნენ. ისაუბრეს ინკლუზიური განათლების სფეროში სპეცმასწავლებლების გადამზადებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია მოაწყვეს. შეხვედრა პროექტ ინდივიდუალური საჭიროების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირების ფარგლებში გაიმართა. შეხვედრა გაიმართა ტემპუსის პროექტის ესპაიერის ფარგლებში. ეს არის კვირეული, რომელიც ეძღვნება 14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს. დღეს წარმოადგინეთ სხვადასხვა საინტერესო პროექტები, რომელიც ინკლუზიური განათლების ხელშეწყობით ხორციელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური მასწავლებლის პროფესია გახდეს აბსოლუტურად გამართული და იყოს კომპეტენციაზე დაფუძნებული და კომპეტენციას ვერ შეძენ ადამიანს თუ კი მას არ აქვს ძლიერი საუნივერსიტეტო განათლება. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გადამზადების პროგრამები და ძალიან ეფექტურია, მაგრამ მიგვაჩნია რომ გრადობისთვის და რაოდენობის ზრდისთვის კომპეტენტური ადამიანების მნიშვნელოვანია რომ უნივერსიტეტში იყოს მსგავსი პროგრამები სპეციალური მასწავლებლის მომზადების. ეს იქნება საბაკალავრო პროგრამები თუ სამაგისტრო. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება კვირეული, არაერთი ღონისძიება ჩატარდა, სწორედაც დღევანდელი ღონისძიებაც ამ დღეს ეძღვნება. რაც შეეხება ჩვენ გვეგმავთ 16 ივნისს 17 საათზე კიდევ ერთ დიდ ღონისძიებას მოწვეული გვყავს აჭარის მასშტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.